უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალასკაში ჩავიდეს, სადაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტი სამიტის ოფიციალურ მონაწილეებს შორის არ დასახელებულა, თუმცა თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გარკვეულ შეხვედრებს დაესწროს. როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ამერიკის შეერთებული შტატები სამხრივ შეხვედრას მიესალმება. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ის არის, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკების გამართვა. ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ ახლა სხვა ეტაპზე ვართ. ვცდილობთ გავარკვიოთ თუ როდის შეძლებს ეს სამი ლიდერი ერთად შეკრებასა და ამ კონფლიქტის დასრულების განხილვას. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე ვერ შედგება. მისივე განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინა მიწების დათმობას არ აპირებს. უკრაინის სამშვიდობო გზა მხოლოდ უკრაინასთან ერთად უნდა იქნას განსაზღვრული, ეს ფუნდამენტურია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი მიდგომა და საერთო ხედვა ნამდვილი მშვიდობისკენ იყოს მიმართული. ეს უნდა იყოს შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ოკუპაციის დასრულებას, ომის დასრულებას ითვალისწინებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენ გვერდითაა, ვინც უკრაინის გვერდითაა. უკრაინის პრეზიდენტი მიესალმება ევროპელი ლიდერების საერთო განცხადებას, რომელიც მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ მოლაპარაკებამდე გაავრცელეს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ტერიტორიული საკითხები რუსეთმა და ამერიკამ ევროპელების ან უკრაინელების გარეშე განიხილონ და გადაწყვიტონ. ვარაუდობ, რომ ამერიკის მთავრობაც ასე ფიქრობს. ასეთი მჭიდრო კოორდინაცია სწორედ ამიტომ გვაქვს. ამას მომდევნო დღეებში ბერლინშიც გავაგრძელებთ. შემდეგ კი ვიმედოვნებთ, რომ პარასკევს მიიღწევა შეთანხმება, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებასა და ცეცხლის საბოლოო შეწყვეტას ითვალისწინებს. ეს ომი უკვე 3.5 წელია გრძელდება და ასობით 1000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დროა დასრულდეს. ევროპელი ლიდერების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში უნდა წარიმართოს და რომ დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას.